მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ყურადღებას ვიქცევთ იმით, რომ ეთერში გავდივართ ამ წელს ბოლო გადაცემით, უბრალოდ ბოლოს წინა გადაცემით. ბოლოს წინა სულ ჩვენი არ არის, სულ თელავია, სულ გულავია, როგორც ჩვენი ძვირფასო თელაველები იტყოდნენ. კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზები გვაქვს, პირველ რიგში რომ ძალიან კარგად მერთო, კარგი ყურით გვისმინე. ჩაატარა საქართველოს ეს წელი იყო ჩვენი გამარჯვების წელი, ჩვენი ეკონომიკის დის, სუვერენიტეტის გამყარების, სპორტული წარმატებების წელი და ეს წელი იყო მსოფლიოშიც გარდატეხის წელი, ჩემი აზრით. 25 წელი ასეცევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც გარდატეხების დასაწყისი, იმიტომ რომ ნათელი გახდა, რომ მრავალპოლარული სამყარო უკვე მოქმედებს, ნათელი გახდა, რომ ევროპა არის ცალკე, რომ მთავარი მილიტარისტი დღეს და მთავარი deep state-ის თუ სხვა უბედურების ამგზნები არის ევროპა, უკრაინის ომმა სულ ბოლო მოვლენებმა დაადასტურა ეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 26 წელს უკვე ალბათ შედგება გარკვეული მოლაპარაკება, ზავი დაიდება და სამყარო საბოლოოდ გადანაწილდება, უკვე გადანაწილებულია, მაგრამ ბეჭედი დაესმევა ამ ყოველივეს. ჩვენ შეიძლება დღეს ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველ ეტაპს ყველაზე მძიმეს და ყველაზე საბედისწეროს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელმძღვანელობით აცდა. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდეთ, მტერი აგერ არის ზურგს უკან, მაგრამ ჩვენ მაინც მადლობელი ვართ რა, ღმერთის და ხალხის და პირველ რიგში საკუთარი ხალხის და ჩვენი ბედის. ისე გავიარეთ, რომ რუსეთისადმი რაიმე მძიმე დამოკიდებულებაში არ აღმოჩნდით. ესე ძალიან მაგარია, ხო არ გონიათ რომ იქ მამა აბრამის ბატონები არიან რუსეთში პირიქით. ხო? არა. ჩვენ შევძელით და გავატარეთ მულტიპოლარული პოლიტიკა, ჩვენ დავამყარეთ სტრატეგიული კავშირები, გავამყარეთ სტრატეგიული კავშირები არაბულ სამყაროსთან, შეგახსენეთ ამ უდიდეს 600 მილიონ ინვესტიციას, ჩინეთთან გვაქვს კავშირები, ჩვენ რუსეთთანაც სავაჭრო კავშირი გვაქვს 6 მილიარდიან, 600 მილიონი, ხო? ეს გამიკვირდა 600 მილიონი ცოტა მომეჩვენა, 6 მილიარდიანი ბოდიში და ჩვენ ყველა მხრივად განვითარდი და ჩვენ ეკონომიკა დასავლელი ექსპერტების თუ საექსპერტო ინსტიტუტების და EBRD-ის და ასე შემდეგ სოფლიო ბანკის მონაცემებით, რომელსაც ძნელია დაადანაშაულო იმაში, რომ ჩვენ დამი კეთილგანწყობილი არიან, მაინც იზრდება და იზრდება. ეს არის ძალიან მთავარი. შიდა პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ჩვენ მოვახერხეთ და რაღაცნაირად ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩავასხეთ ის დაფინანსებული ეგრეთ წოდებული პროტესტი, რომელიც სინამდვილეში რევოლუციის ვითომ და ელფერი ქონდა, ვითომც და ისიც და ჩვენ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ჩვენი ქართველი ხალხი, მათ შორის ოცნების არამომხრეების ის ხალხი, რომელიც არ აძლევს ხმას ოცნებას, დავარწმუნეთ, რომ ოცნებას ერთადერთი სწორი სახელმწიფოებრივი გზა აქვს და ხალხი ქუჩაში, საპროტესტო რადიკალურ აქციებში არ გამოვიდა და არ მონაწილეობს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ესეთი ყოჩაღები ვართ ჩვენ დაუშვათ, ხო? პროპაგანდისტები, მე ჩემთავს გულისხმობ კი ბატონო, ან მთავრობა არის ესეთი. არა. ერთადერთი სწორი კურსი აქვს ახლა დღეს ხელისუფლებას და ნებისმიერი ადამიანი თუნდაც რაღაცები არ მოსწონდეს მისდევს ამ კურსს, იმიტომ რომ პირველ რიგში არ უნდა ეს ომი, უბედურება და როგორც ვთქვათ, ბომბების წვება, ცეცხლის წვება. მოდით ახლა აი ასე ვილაპარაკეთ იმის გარშემო, ასევე დავიწყოთ მოკლე შეჯამება, ოღონდ წლის არა. ეს შემდეგ გადაცემაში იქნება რაღაც გარკვეული მოვლენების. ჩემი აზრით შალვა ყველაზე მთავარი რაც აი პირველი მე რაც მახსენდება მასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ითქვას რომ ანუ გრძელდება უკვე რაღაც ტრენდების გამტკიცება. მაგალითად ჩემი აზრით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს შეგრძნება რომ ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ აქ უნდა ავაშენოთ ევროკავშირი რა. იმ ეკონომიკური აღმავლობით რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც არ აქვს ევროკავშირს, არ აქვს ქვეყანას ევროკავშირში, ჩვენ ეს თავისუფლად შეგვიძლია რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა. რომ ჩვენ უნდა აქცენტი გავაკეთოთ არა იმაზე რომ მოვლენ რაღაც ლატვიელი კეთილი ბიძიები და აგვიშენებენ აქ სახელმწიფოს, არამედ ჩვენ ავაშენებთ ამ სახელმწიფოს და კეთილდღეობა იქნება იქ. და კეთილდღეობა
კეთილდღეობას კი არ მოგვიტანებენ ვიღაც აი ბალტიისპირელი ან პოლონელი კეთილბიძიები, რომელიც რატომღაც საქართველოს განვითარებაზე ამერიკელი ან ინგლისელი. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე იმიტომ ახსენებ, რომ მარტო იმათ ვადარდებთ, იმიტომ რომ მათი ინსტრუმენტი ვარ და ეს ამისად ეს შალვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სუვერენიტეტის გამტკიცება სიამოვნებაში ეს არის რა, რომ ჩვენ ნახეთ როგორ არის ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩვენი პოლიტიკის ცვლილება, ნამდვილად იყო ის, რომ ჩვენ არ გვინდოდა ომი. ჩვენ ეს ომი არ გვინდოდა და შემდეგ გამოირკვა, რომ ჩვენ ომი არ გვინდოდა, ამას ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. ანუ რეალურად დადებითი მხარეები. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ხალხი ცოცხალი დარჩა, გამოირკვა, რომ ჩვენს რეგიონში, სადაც თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას აქვს სამხედრო კონფლიქტები და საქართველოს არანაირი სამხედრო კონფლიქტი უკვე აღარ აქვს, ეს არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოს არის რაღაცნაირი სიმშვიდის ოაზისი. ამას ემატება, რომ უკვე სხვებმაც დაიჯერეს, რომ საქართველოში ფულის ჩადება და ფულის აქ შემოტანა არის კარგი იდეა, იმიტომ რომ 6 მილიარდი დოლარი არის ის თანხა, რომელსაც არავინ არ ჩადებს რაღაცა ლამაზი თვალების გამოფის. ხატუნად რო თქვა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარწმუნა თავისი მეგობრები აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, ჩინეთში, ანუ ყველგან დაარწმუნა, რომ საქართველოს აქვს პოლიტიკა, რომ პირველი მას შეუძლია ადგილობრივი idioტების პრობლემის მოგვარება. უსისხლოდ ძალიან კლასნად, ძალიან მაგრად, გენიალურად, ანუ მე მართლა, ანუ შალვა, მე გულწრფელად ვიტყვი, ხშირად რომ მიფიქრია, როგორ შეიძლება აი ოპონენტებთან ურთიერთობა, ხვდები რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკეთ აკეთებდა, იმიტომ რომ მე ალბათ შეიძლება ნერვებს არ ხო და არ იყო ეს კარგი. არავითარ შემთხვევაში, ანუ ის იყო ზუსტად ეს პოლიტიკა, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, იყო ფანტასტიკური, იმიტომ რომ ჩვენ ყოველგვარი სისხლის, ყოველგვარი ჩარევის გარეშე ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება. აი, ვისთან გვაქვს საქმე, რომ ვიცოდეთ მეგობრებო, გუშინ გამოუშვეს გირჩი ჯაფარიძე, ხო? ვისთანა გვაქვს საქმე, ერთ-ერთი ცნობილი თანამედროვეობის მთავარი ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მთავარი პრობლემა რაც მენატრებოდა და რაც არის ციხეშო, სექსის ნაკლებობა. ანუ ეს დასრული ადამიანი. პუბერტატია ხალხო. არა, ანუ ხურუშიანი ბიჭი ვიდი. არა, ხო, აი, პუბერტატია რა, მაგას ვთქვი. სექსის ნაკლებობა ოღონდ. თუ სვიდანიები ქონდა მაგას. ხო ხტები? სექსი არა, ნუ ციხე, აი გინ წინ, გინ უკან, გინ ციხეს შეუშვი, გინ ვერაფერს ვერ სწავლობს. გამოსვლის წინ თქვა, პუბერტატი კარგი თქვი, დეიჯერი. რამ დამახვედრეთო, ბეისბოლკა, ნუ კეპა. კოკა-კოლა და ჩიზბურგერი. შალვა. ციხიდან გამოსულ. ცნობიერების კოლონიზაცია. არაფერი, თავი დავარ, მე ჩიზბურგერის წინამდე კი არა ვარ, მაგრამ ციხიდან გამოსული კაცი ჩიზბურგერი. შალვა. არა. რატო უთმოთ იცი ბევრ დროს? აქ ეგეთი ხალხია რა. ეგეთია, ანუ ეგენი არის. სიმბოლოა რა. ერთ ბოდიშვილი ჯაფარიძეზე ვიტყვი რა, რომ სექსის ნაკლებობა. ანუ რა სამაგარი კაცი. ანუ სურა ჯაფარიძე არის რელიქტი. ანუ დაჟე იმათ შორის არის. ანუ ძველი ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ აი სურა ჯაფარიძე რაც ახლა გამოთქვა, აი 80-იანი წლების. არა. 80-იანი წლების კარიკატურული რაღაც ტიპი წარმოგედგინა. კი, დოდარ დუბაძე წერდა ეგეთერი. აი, როგორ არა, კარიკატურული რაღაც 80-იანი წლების კომუნისტების წლების, აი კოკა-კოლა ჟუვაჩკა. კარიკატურული ზაპადნიკი ტიპია, რომელსაც აი რაღაც დროს დღევანდელი ლიბერალი არის 80-იანი წლების ჰომოსოვიეტიკუსის ოცნება, რომელიც აი დასავლეთში არის ყველაფერი კარგი და ფერადი. ანუ არ უნდა გაგვიკვირდეს. პირველი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ გეოპოლიტიკური შეფასებები და პოლიტიკა. გუშინ წინ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებული უკრაინა და ევროკავშირი არისო და ამას ბევრი ვერ ხედავდა და ჩვენ კი საუბრობთ ამაზე, მაგრამ პოლიტიკური ძალები გვახსოვს, რომ საუბრობდნენ, ხო, ის კი ნაციონალური მოძრაობა და სხვები, რომ არა, რუსეთი ახლა დაიქცევა, რუსეთი ახლა დაიშლება, ევროპა გაიმარჯვებს, უკრაინის ტანკები კრემლში იქნება. ჯაფარიძეს და სხვებიც, ხო, ანუ
აი ის წერილები, ის რაღაც განცხადებები, რაც ამ წლებში ამ ბოლო განსაკუთრებით ომის შემდეგ წლებში იყო, ეს იყო სწორედ იმის ახსნა, რომ ხალხო იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა, იცვლება სოფლიო წესრიგი. ევროკავშირი არ არის ავტომატურად გამარჯვებული, ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, ევროკავშირი ზარალდება ამ კონფლიქტით და ჩვენ არ გატყუებთ, ჩვენ არ გეუბნებით იმას, რასაც ესე იგი რაც შეიძლება სასიამოვნოდ ისმინებოდეს, მაგრამ რეალობასთან ახლოს არ არის, ხო? ვიღაცებისთვის ეს სასიამოვნოდ ისმინებოდა. არის ესეთი რეალობა დადგა, რომ დადგა გამოვიდა სამყაროში რამოდენიმე მტაცებელი, ხა ეგას ვთქვათ, ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც მხოლოდ ერთი მტაცებლის მაგივრად სამყაროში უკვე რამოდენიმე მტაცებელია. ეს რამოდენიმე მტაცებელი ერთმანეთში საქმებს არკვევს, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ფორმებით, ზოგ შემთხვევაში პროქსიომით უკრაინაში, ზოგ შემთხვევაში, რა ვიცი, არა მარტო პროქსიომით, არამედ პირდაპირ ისრაელ-პალესტინაზეა საუბარი და კიდე არ ვიცი ტაივანში რა მოხდება. ხო და აი ამ პერიოდში, როდესაც შენ საზოგადოებას აგუებ ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და ეუბნები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მოდი ჩვენ რეალობას დაუბრუნდეთ. და ამ ქვეყანას გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგავთ თუ არ გადავდგავთ სწორ ნაბიჯებს. ანუ სწორი ნაბიჯი არის ამ შემთხვევაში ის, რომ ავიცილებთ აი ამ კონფლიქტებს, აი ამ დაპირისპირებებს, თუ ვერ ავიცილებთ ამას, ხო? როდესაც მეორე მხარე საუბრობდა იმაზე, რაღაც სირცხვილზე, რაღაცა ეს პათეტიკური მილიტარისტული დღესდღეობით რო ქონდა, ხო? ლომჯარია რატომ უნდა ისაუბროს რაღაცა სირცხვილ, ეროვნულ სირცხვილზე და რაღაცა რომ მას ურჩევნია ბომბები, ვიდრე ესეთ მდგომარეობაში ყოფნა. რატომ უნდა ისაუბრო? ან მისი შვილი, ან მისი ძმა ჯარში მსახურობს, ვინ მსახურობს მისი რომ რაღაცა მაგასთან შეხება ქონდეს, ხო? ძალიან მარტივი რაღაცა მომენტია, რომ აი ეს რეალობასთან დაბრუნება კი შეიძლება თუ რაღაცნაირად წინს რომ მცირე ზომის სახელმწიფო ვართ, ჩვენი ადგილი არ არის იმ ზომის სახელმწიფოებში, რომლებიც ახლა სოფლიო ჰეგემონიისკენ რაღაცნაირად პრეტენზიას გამოთქვამენ, ხო? გასაგებია, მაგრამ ჩვენ სწორედ ის რომ ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი მდგომარეობა უნდა აღვიქვას, ეს არის ჩვენი ერთადერთი სწორი სტრატეგია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ზომას ამ შემთხვევაში არ აქვს ხშირად მნიშვნელობა. ერთი ქალაქ სახელმწიფო იყო ესეთი ვენეცია, რომელიც სწორი პოლიტიკით, სწორი რაღაცა დამოკიდებულებებით მან შეძლო იმხელა რაღაცეების მოხდენა, რაც არ მოუხდენია, რა ვიცი, მალზე გაცილებით დიდ სახელმწიფოებს, ხო? და ჩვენი თავის უნდა გამოწვრთნათ იმაში, რომ ჩვენი მცირე ზომის მიუხედავად ჩვენ გვაქვს რაღაცა პოტენციალი, რომლის რეალიზებაც შეგვიძლია და ეს პოტენციალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ხედავთ აი ამ შუა დერეფნის პროექტს, ჩვენ ხედავთ აი ამ თანამშრომლობის სურვილებს და ბუფერების გაჩენის პრეცედენტებს. ჩვენ ხედავთ იმას, რომ უკრაინიზაცია არ არის ბედისწერა და უკრაინიზაციის ალტერნატივა არსებობს. ამ ყველაფერს ხედავთ. და ამ ყველაფერს ანუ ეს რატომ არის პრობლემური დღეს ბევრი ადამიანის, იმიტომ რომ 10 წლების განმავლობაში ჩვენ რეალურად ზრდიდნენ და გვაგუებდნენ, რომ ჩვენ უნდა გვეომა რუსეთთან, ხო? ეს იყო ძირითადად ამ დაფინანსებების და ამ რაღაცა იდეოლოგიური აპარატის მიზანი, რასაც ჩვენ ახლა ლიბერალებს უწოდებთ, ხო? ეს იყო მათი მიზანი, ხო? და უცბად აი წარმოვიდგინოთ მთელი 10 წელი განათლების სისტემაში ამდენი ფული ჩაიდო, ყველგან აი NGO იქნებოდა, ჟურნალისტთა გარკვეული კლასი იქნებოდა თუ რა, ყველგან ამდენი თანხები ჩაიდო, ხო? და წლები გავიდა, აღზარდეს, გაზარდეს, დაბანეს, ბინები მიცეს, ყველაფერი მიცეს, სერტიფიკატები მიცეს, მედლები მიცეს და ამ დროს, ხო? პრემიები, ორდენები, რავი, ყველაფერი მიცეს. სახაროვის ისინი. და უცბად აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა გოლიათი, რომელიც თიხის ფეხებზე გარა და უცბად ჩამოიშალა ეს ყველაფერი. საერთოდ აი, როდესაც რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არის გამყარებული გულისხმობ იდეოლოგიურ ხედვებს, ხო? ანუ ამისი ყველაზე მანკიერება რა არის, რომ გონია რომ ეს რაღაც აბსოლუტურია. რომ ეს სხვანაირად ფიქრის აკრძალვაში არის, მამარდაშვილი ამასაც ამბობდა, რომ სხვანაირად ფიქრის აკრძალვა არის, აი ეს რაც თავისთავად ხდება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ რაღაცეები არიან ადამიანს, ახლა ჩვენ ქართულმა მოსახლეობამ მართლა იმ გამოცდილებაზე მიშაცი 2008 წლის ომის და ასე შემდეგ
დაკვირვებით გაიზარდა საზოგადოებამ ეს რეალურად რაც დღეს ხდება საზოგადოების თავში დაინგრა ეს მატრიცა უბრალოდ არის რამდენიმე პროცენტი საზოგადოების რომელიც თავში არ დაინგრა ის მატრიცა რომ საერთაშორისო მემარცხენე ლიბერალიზმი არის მაგარი რომ ქართველობა ტეხავს რომ დასავლეთი არის აპრიორი სიკეთე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ანტირუსეთი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი მოსახლეობის უდიდეს ნაწილის თავებში დაინგრა ან მოირყა ესე ვთქვათ და მე ჩვენც ვთქვით რომ ეს ასე შემდეგ ჩვენი როლიც იყო ამაში ხო რაღაცაზე მაგრამ არის რაღაცა დაახლოებით 10% არ ვიცი რამდენი პროცენტია მცირე ჯგუფი ადამიანებისა რომელიც ისევ ცხოვრობს ძველი პარადიგმის მიხედვით რაც გულისხმობს აი ამას რომ აი ჩვენ აპრიორულად უნდა ვიყოთ ერთი რაღაცისკენ და არა ეგ დრო დამთავრდა უკვე და ჩვენ უბრალოდ ვთქვით რა რომ ჩვენ უნდა როცა ვიბადებით რაღაცა საზღვარში ვარდებით ხო ჩვენ ჩავარდით ასე ვთქვათ როგორც ქართველები ხო ჩვენ არ დავიბადეთ მაგალითად რუსეთის იმპერიაში არ დავიბადეთ არც პოლონეთში არც პარიზის რომელიმე უბანში არც რა ვიცი ვენესუელაში როცა იბადები კონკრეტულ წერტილში და განწყობისეულად სხვაგან ხარ ყოველთვის თავს მოიმწრო ხა იგივეა რომ ხეშად ვამბობ ხა არ ვადარებ კონკრეტულად რომ ზებრამ რო თქვას რომ მე ვარ პირობითად რაღაცა ლომი ან ვარ არ რაღაცა იხვი პირობითად ვამბობ რა ისევ და ისევ ვამბობ ანუ შენი გაბარიტებით ეს არ ნიშნავს ისევ და ისევ რომ ყური ჩამოვყავ თუ პატარა ქვეყანა ვარ აი ვენეცია ახსენა პირიქით ეს პატარაობა არის ერთ-ერთი გასაღები ხო ეს ნაცარქექი ასეული შენ გიყვარს ხოლმე თქვა შალვა ეს არქეტიპია რომ აი რაღაცნაირად ეს ლავირება რაც აი ხლა მართლა ფანტასტიკურად გადახურდა რატომაც მომწონთ აი ბოლოს აი ხლა გულწრფელად ვამბობ ყველანაირ ხა საინფორმაციო იმის გარეშე აი მართლაც აი საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წელიწადში აი ქართული არქეტიპები თითქოს თავის თავში შეიკრა იგივე ნაცარქექიას იგივე გაბედულების რაც არის აი დავითის და გოლიათის და ბევრი ეს არქეტიპულ რაღაც ხაზზე დაჯდა ბჭყალებში რო თქვა და მისი წარმატება ამითაც განაპირობა მართლა ეს კოლექტიური არაცნობერი ხო მართლა რაღაცა ყალბი ის ხო არა ის რაღაც არის საერთო გამომუშავებული არსენალი რითაც პატარა ქვეყანა ამ შემთხვევაში საქართველოს იბრძვის ისტორიულ არენაზე და როდესაც მან ამ არსენალში ასე ვთქვათ ჩაყო ხელი და მე ამითი დაიწყო ისტორიულ სარბიელზე ბრძოლა ეს წარმატებული აღმოჩნდა იმიტომ რომ ავთენტური და ნამდვილი იყო ამ ერისთვის პირველი რაც გააკეთა ხელისუფლებამ ეს იყო რომ სიმართლეს ლაპარაკობდა ანუ საზოგადოებასთან დობაში მოქალაქეებთან დობაში შემოვიდა ანუ ჩვენ დავინახეთ რომ არაფერს არ გვატყუებდა გვიჭირდა გვეუბნებოდნენ რომ გვიჭირს თქვათ აი ამ მიმართულებით და გვილხინდა და გვეუბნებოდნენ რომ გვილხინს აქ არ ყოფილა ესეთი დამოკიდებულება გარდა პოლიტიკის ყույლი არ ყოფილა ანუ ყველაფერი თქვათ ამ დუნიაზე ხო არის აწყობილი დობაზე რა თქმა უნდა რა ვიცი სიმდი ფული ურთიერთობები ბიზნესი სახელმწიფოებს შორის რაღაც გარკვეული პერიოდი ურთიერთობები და ეს რაღაც დობა თუ დობა არ გვაქვს ერთმანეთს ძალიან რთულია ნუ რა თქმა უნდა უნდა დაიშალო რა თავისთავად ანუ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გაჩნდა დობა ანუ როდესაც თქვათ პირველი პირი გამოდიოდა და აფიქსირებდა რომ აი ნახე ესეთი რამე ხდებოდა საზოგადოება ამას ენდო მიუხედავად იმისა რომ ფაქტები შეიძლება იმ დროს გამოქვეყნებული არ იყო მაგრამ აგერ არის დღეს გამოჩნდა მე ეტაპ-ეტაპ ჩდებოდა რომ რასაც ამბობდა ხელისუფლება ეს ყველაფერი იყო რეალური კისდებოდა ნელ-ნელა აგერ დღესაც ხო 2-3 დღის წინ ევროკავშირის საბჭომ რაღაცა რეზოლუცია რომ მიიღო რა ну წარმოიდგინეთ ახლა რომ ეს რეზოლუცია რო ყოფილიყო რაღაცა 2017 წელს ვაკეთებთ ხოლმე რაღაცნაირად აქციას და 2017 წელს სასწაული მოხდებოდა უამრავი ადამიანიც გამოვიდოდა ქუჩაში ისეთი რომელიც რაღაცა ესეთი ფორმით არის თლაც ბოლომდე ჩახედული რო არ არის თქვა პოლიტიკაში ახალს გამოიწუებდნენ აუცილებლად რა მაგრამ დღეს ეს ყველაფერი აი ევროპარლამენტი იმასთან შედარებით ევროპარლამენტი არაფერი არ არის ანუ წარმოიდგინე რომ ისიც არავის არ ანაღლებს და თვითონ იმ უსამშობლოთა კასტამაც იმ რეზოლუციის შემდეგ რაღაცა განსაკუთრებულად რომ გამოხდებოდნენ ხოლმე ხო გახსოვთ რომ აი ეს იმაზეც აღარ მოქმედებს ფაქტია რა იმიტომ რომ იქ ჩაიწერა ისეთი რაღაცა რომ თქვენ ანუ ეს იდეა
თუნდაც იმისი, რომ აი მაგალითად ხელისუფლება და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ჩვენი მიზანი და ამოცანა არის, რომ ჩვენ მივიდეთ რაღაცა ევროკავშირში, ოღონდ ის უკვე გავლილი გვაქვს, რომ ღირსეულად ჩვენი საფინანსო ინსტიტუტებიც უნდა ავაშენოთ, ყველა და სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი უნდა ავაშენოთ და ძლიერები უნდა შევიდეთ იმ გაერთიანებაში, ხო? აქეთ მეორე მხარე, რა თქმა უნდა, ყველაფერზე წამსვლელია იმისათვის, მაგრამ იმ დროს, როდესაც გეუბნებიან, ისინი გეუბნებიან, რომ იცი რა არის თქვენ გაგაჩერეთ, რაღაცა ხან გზიდან გადაუხვიეთ, მერე ისევ გადმოუხვიეთ, ჩიხში შეხვედით, აი რაღაც დეპო გაგახსენებთ, ევროდეპო თანამშრომლები არიან, რომ რაღაცა მარჯვნივ გადაუხვიეთ, ახლა დაბრუნდით ისევ გზაზე კანონები თვითონ არიან ჩიხი თან. თვითონ. ანუ ეს ისევ იმ კანონებს ალბათ დააკვირდებით, რომ რაღაცა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ და ასე შემდეგ და ის რა ქვია, კიდე გვეუბნებიან, რომ არ იშლიან თავისას, რაც თავარია და რაც ყველაზე მეტად მე მაღიზიანებს. წერა შენ ესეც სიტყვა თქვი, რომ ხელისუფლების, რა თქმა უნდა, ხალხის გონიერებით და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებითო, ყველას ერთად დამსახურებით, ხო? ჩვენ ავწდითო იმ კონფრონტაციას. მე ვფიქრობ, რომ ეგ კარგი სიტყვა არის, მაგრამ რბილად ნათქვამი არის, რომ ჩვენ მოდი ვაღიაროთ, რომ გადავრჩით დიდ უბედურებას რა. ჩვენ კიდე ვერ აღვიქვავთ ხალხო. ვერ აღვიქვავთ, რას გადავრჩით. ხო, ცუძე არ ფიქრობ ხოლმე ადამიანები. არა, რაღაც ავწდით ომში არ ჩავერთეთ და რაღაცა ისე ვამბობთ. უკრაინას შევხედოთ და. ხო, ისე ვამბობთ, რომ თვითონ უკრაინას მართალია. თვითონ არაფერიც არ ყოფილა და ამას რაც ეხლა იქ ხდება, უფრო მალე გაცილებით. ჩვენ ხო ამას 2-3 დღეში მოგვიმთავრებდნენ და ეს ხდებოდა რაღაცა უბედურება, რომელიც ალბათ საქართველოს ნანახიც არ აქვს, ეს მოხდებოდა, იმიტომ რომ პრობლემებს ამ ფრონტზე არ შეიქმნიდნენ და იქიდან როგორც ეს ტუტუცები ვარაუდობდნენ, ხა 50,000 კაცს აქეთ არ გადმოისრო და ეყოფოდა რამდენიმე თვითფრინავი და კიდე ზღვიდან დაგარცხავდნენ და ჯაფარიძე ამბობდა ძრაობები გავაკეთოთ და გაანებეთ თავიანთ დეგენერატორს. ანუ ესენი ხა ეს ევროკავშირის საბჭო ვინთანაც ჩვენ აი რაღაცა მივდივართ ვინც უნდა გმართოს ფაქტიურად ხო და იქით კი რო გვაქვს მიზანი ამ ხალხმა ჩვენ გაგვიმეტა დასაღუპავად არ მინდა კიდე მაინდა-მაინც დავამძიმო მაგრამ დღესაც გვეუბნებიან რომ დაუწესეთ სანქციები ოღონდ ამათ ცოტა მეტი ჭკუა იყოთ იქ მაშინ ევროპარლამენტში პირდაპირ დაგვიწერეს რომ სანქციები დაუწესთო ესენი გვეუბნებიან რომ ჩვენთან წყობში მოიყვანეთო ჩვენ სავაჭრო პოლიტიკასთან საგარეო პოლიტიკასთან მოიყვანეთ წყობში უკრაინასთან და უკრაინა რუსეთთან და ბელორუსიასთან რომ რაღაცა სანქციების საკითხი ანუ ეს ფორმა შეუცვალეს მაგრამ მიზანი რა არის გვეუბნებიან რომ სანქციები დააწესეთ ეკონომიკა დაანგრიეთ და შესაბამისად ამას რაც მოყვება მე ამას აღარ ჭირდება რუსეთის მხრიდან გასროლა ჩვენ თვითონ საზოგადოება აირევა და იმ დონემდე მივალთ რომ მე ესე წყნარად ყოფნა და რაღაცა მსჯელობა ნამდვილად არ მოგვიწევს ანუ ეს საზოგადოება იცის უკვე ნახა ამაში მოგვიხმარა ხელისუფლება იქიდან დავიწყე რა რომ ანუ ნდობა იყო ნდობა როგორ უნდა მოიპოვო ხო ნდობა უნდა მოიპოვო ის რომ ხელისუფალი როცა ხარ პირველ რიგში უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, ჯერ ხო ადამიანი ხარ და მე ნებისმიერი თანამდებობის პირი. უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, მართალი კაცი უნდა იყოს. მართალი კაცი არ უნდა მოტყუებდე, რომ მე შენი მჯეროდეს. ანუ მე შენ რომ ომში გამოყვე, მე შენ რომ ფრონტზე გამოყვე, ან რამე დაძა რამე ანუ სადაც გამოყევი, ხო რაღაცა ამდენი 80% მოსახლეობისა მომხრია იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირში გავერთიანდეთ, თქვა. გამოდიხარ და ეუბნები, რომ ეს არ არის. ხო, ამ დროს 80%-ს გამოდიხარ და მეუბნები, რომ იცი რა არის. ესე არა, გვატყუებენ, ესენი ოხრები და მამაძაღლები. ამ 80%-მა დაიჯერა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო საუბარია, ძალიან, მაგრამ მოდით ახლა რეკლამა ვნახოთ.